დღეიდან უკვე მე დავიწყებ კარდაკარ სიარულს, როგორც მცხეთაში, ასევე სოფლებში, შევალ ყველა ოჯახში აბსოლუტურად და ერთი მთავარი ამოცანა არის, რომ ჩვენს მოსახლეობას ვესაუბროთ ამ არჩევნების უშუალობაზე. არა მხოლოდ იმაზე, რომ კონკრეტულ სოფელს რა პრობლემა გააჩნია, არამედ ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნებს, იმიტომ რომ ის პრობლემები რომ მოგვარდეს, რაც თითოეულ მოსახლეს გააჩნია, ამისთვის აუცილებელია, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და ამისთვის აუცილებელია, რომ 2 ოქტომბერს ოპოზიციამ გამარჯვება იზემოს, რაც აუცილებლად იქნება დარწმუნებული ვარ, ასე რომ დღეიდან ვერთვებით უკვე ბრძოლაში, ვიშლებით მთელი საქართველოს მასშტაბით კანდიდატები და 2 ოქტომბერს ერთად ვიზეიმოთ გამარჯვებას. ჯერა დარწმუნებული ვარ, რომ ზალიკო უდუმაშვილი დარჩენილ დროში ყველაფერს გააკეთებს მცხეთელებთან ერთად, მცხეთის რაიონში მცხოვრებ ადამიანებთან ერთად, რომ გამარჯვება ვიზეიმოთ საქართველოში 2 ოქტომბერს და მცხეთამ აქ უნდა შეიტანოს მნიშვნელოვანი წვლილი. 2018 წელს მე მახსოვს ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული მცხეთის საარჩევნო კამპანიაში და არავის არ ჯეროდა 2018 წელს ჩვენ არჩევნებს მცხეთაში მოვიგეთ, არჩევნებს მცხეთაში მოვიგეთ. ასევე იქნება ახლა. ეს ხელისუფლება ახლოსაც ვერ მივახლოვდება 40%-ს. ამაში როგორც არასოდეს ისე ვარ დარწმუნებული. რატო ვარ დარწმუნებული? იმიტომ რომ ადამიანებთან მაქვს შეხება და ვგრძნობ მათ მხარდაჭერას. და ზალიკო უდუმაშვილის აქ ყოფნა და აქ ბრძოლა კიდევ უფრო გააღვივებს რწმენას მცხეთელების, რომ ისინი დაირაზმუნ და საარჩევნო ურნებთან მივიდნენ.